ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. შიდა ქართლსა და იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. რევაზ სოხაძე გორში იმ ადგილს ესტუმრა, სადაც 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი აშენდება. კომპლექსში განთავსდება მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი დახურული აუზი, საბავშვო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები. მინისტრი ასევე გაეცნო 650 მოსწავლეზე გათვლილი მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს. გორში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 11 მილიონი ლარით აფინანსებს. შენობაში მოეწყობა საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია, მუსიკის სივრცეები, ბიბლიოთეკა, სამედიცინო კაბინეტი და კვების ბლოკი. პროექტი ასევე ითვალისწინებს შიდა და გარე მრავალფუნქციური სპორტული სივრცეების მოწყობას. დავათვალიერეთ სკოლის მშენებლობები, ასევე ვიმყოფებოდით მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ადგილას, სადაც პროექტანტთან ერთად გავიარეთ გარკვეული დეტალები და ვფიქრობ, რომ ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი არის, რომ გორში გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქართველოში მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელშიც იქნება მოქცეული ყველა სპორტული აქტივობებისთვის, კულტურული აქტივობებისთვის სივრცე, ასევე ვიმყოფებოდით ხაშურში, სადაც ვნახეთ პროექტი, რომელიც მიმდინარეობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან ხორციელდება. სიმართლე გითხრათ, აი ესეთი სული მაქვს ორშაბათი როდის გათენდება, რომ მე სახალი ინფორმაცია სკოლაში მივიტანო, რომ გაჩქარებული ტემპით ახალ სასწავლო წლისთვის, როგორც ზენგორმა გითხრა, შესაძლებელია, რომ ჩვენ სწავლა დავიწყოთ და ჩვენ სკოლაში განვახორციელოთ. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა. გაეცნო ტირძნიშში 150 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაღის მშენებლობას და მოინახულა მეჯურის ხევში დაგეგმილი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს. ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იგეგმება გორში, მეჯურის ხევში, ხაშურში, ზესტაფონსა და ხარაგაულში. იმყოფებით ქალაქ გორში, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს 650 ბავშვზე გათვლილი სკოლის მშენებლობას. მშენებლობა აქტიურ რეჟიმში არის, ხორციელდება საქართველოს მთავრობის დაფინანსებითა და მისი ბიუჯეტით 11 მილიონი შეადგენს. წელს გეგმავს სკოლის მშენებლობის დასრულებას. მშენებლობა მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებით, სრულად იქნება აღჭურვილი როგორც თანამედროვე საკლასო ოთახებით, ასევე ლაბორატორიებით, სპორტული სივრცით. ჩვენთვის როგორც არქიტექტურული კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კონკურსში მონაწილეობა, იმიტომ რომ საქართველოში იქნა ის პრეცედენტი, როდესაც კონკურსის მეშვეობით ხდება არქიტექტურული კომპანიის შერჩევა და შესაბამისად მოგვეცა იმ შესაძლებლობა, რომ თქვათ სახელმწიფო კონკურსში ვსულიყავით, სადაც უკვე იკონური არქიტექტურა გაიმარჯვებდა და ეს არ იქნებოდა უბრალოდ ბიუჯეტზე მოტივირებული არქიტექტურა. აქტიურად ხორციელდება ხაშურში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მოიცავს. დაგეგმილია მზის პანელების მონტაჟიც. სამუშაოების დასრულების შემდეგ 44,000-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი 350 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარეობს სათავე ნაგებობების მოწყობა, ასევე მაგისტრალური ქსელის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის ღირებულება არის 25,600,000. როგორც ცნობილია, პარალელურად ასევე მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ორივე პროექტის დასრულების შემდეგ ხაშური სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24 საათიანი წყალმომარაგებით. სურამში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის სტადიონის და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. დაბა სურამის კომპლექსი მოემსახურება ხაშურის, სურამის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. კომპლექსი გაერთიანებს მულტიფუნქციურ სივრცეებს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟერო და ფიტნეს დარბაზებს. შენობაში განთავსდება მედიათეკა, ქორეოგრაფიული, სახელოვნებო, ფოლკლორის და უცხო ენების სივრცეები, STEM კლუბი და ღონისძიებების დარბაზი. მიმდინარე მშენებლობები
მოვინახულეთ და განვიხილეთ საკითხები საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე უკვე პროექტირების ფაზაში არის, როგორც ისიც სპორტული ინფრასტრუქტურის ნაწილში, როგორც მულტიფუნქციური ცენტრი, ასევე ტექნიკური სტადიონების და სწორედ ამ პროექტებზე, ლოკაციებზე ვიყავი და პროექტანტებთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. რეგიონებში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და თანამედროვე უსაფრთხო გარემოს შექმნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით კი მთელ საქართველოში განათლების, სპორტისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება მიმდინარეობს.